მოგესალმებით. მინდა გამოვხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. მოთქვენისით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც რა თქმა უნდა ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა თვითონ ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო 5 კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც ქართული ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა ამ საბჭოზე. ეს არის როგორც მოგეხსენებათ უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართული ხალხის ინტერესები საბჭოზე. თქვენ იცით, რომ ევროპა და ევროკავშირი კონკრეტულად დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. არის პოლიტიკური კრიზისი არაერთ ქვეყანაში ევროკავშირის მასშტაბით. კრიზისია ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში. ეს არის მოგეხსენებათ საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთის მიყოლებით. ჯერ მაკრონის, შემდეგ შულცის თავრობებს გამოუცხადეს უნდობლობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებმა. არის ქვეყნები, სადაც ძალიან მყიფე კოალიციებია შექმნილი, სადაც გამარჯვებული პარტიები ვერ ახერხებენ თავრობის ფორმირებას. არის უმძიმესი მდგომარეობა უკრაინაში და სირიაში, რაც არის რა თქმა უნდა ევროკავშირის პრობლემაც და არის ეკონომიკური სტაგნაცია მთელი ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთ შემთხვევაში რეცესიასთანაც კი, ანუ ეკონომიკურ შემცირებასთანაც კი გვაქვს საქმე. ასე დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩაურნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, გაუგებარი. თუმცა გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს სინამდვილეში არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენს მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების მცდელობა. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს მცდელობა გრძელდება 3 წლის განმავლობაში, ეს შანტაჟი გრძელდება 3 წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა 3 წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ. ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ თავაზობ ყველა გულშრწყელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ჩვენს წინაშე. ეს არის მათ შორის პირველ რიგში ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულშრწყელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, რომელსაც აქვს საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გამართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედი სოფობეთზე, ბატონ პრემიერო, რამდენიმე კითხვა მაქვს ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და გავაერთიანებ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ კაია კალასის განცხადებიდან გამომდინარე, როდესაც იწყებოდა საბჭოს ხდომა, მანამდე ისაუბრებდა, რომ სანქციები იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი საკითხი და საუბარი იყო მთლიანად ვიზა ლიბერალიზაციაზე, როგორც ვიცით. თქვენ მადლობა გადაუხადეთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც თქვათ დაბლოკეს ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ ამ ქვეყნების დაბლოკვის შედეგია ის, რომ ეს საფრთხე აცილებულია დღეს. ამ ეტაპზე თუ კიდევ რა მიზეზებს ხედავთ თქვენ და მეორე ისევ კაია კალასის განცხადებაზე ვკითხავთ, ის საუბრობდა იმის თაობაზე, რომ თანხები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, ახლა სამოქალაქო საზოგადოებას და NGO-ებს
გადაეცემათ. Რა მიზანი აქვს ამას და ჩემი კითხვის პირველ ნაწილზეც თუ შეიძლება. კი, რაც შეეხება თვითონ ქვეყნებს, ჩვენთვის საჯაროდ გახდა ინფორმაცია ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს უკვე ბრიფინგებზე, ინტერვიუების დროს ამ საბჭოს შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალი არის კიდევ უფრო ფართო, ანუ იმ ქვეყნებს გულისხმობ, რომლებიც წავიდნენ სანქციების წინააღმდეგ. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც ხარს უჭერს ქართულ ხალხს. თუმცა თქვენს განცხადებაში 28 ნოემბრის განცხადებაც ახსენეთ და გადაწყვეტილებაც მე ამას ვკითხულობ, ესეც ხომ არ იყო რაღაცნაირად ხელისშემწყობი ფაქტორი იმის, რომ თქვა დღეს მთელი ქვეყანა არ დგას საფრთხის წინაშე. ჩვენ საუბრობდით სცენარზე, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ ამ საბჭოს სხდომას და შემდეგ უკვე ევროპული საბჭოს სხდომას 19 დეკემბერს. რეალურად ჩვენ ვახდინეთ პრევენცია. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას. სხვანაირად რომ განვითარებული იყო პროცესები, ან ჩვენ რომ არ გაგვეხმოვებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ ჩანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის ძიმე მოვლენები, რომლებიც განვითარდა 5 დღის განმავლობაში 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარდებოდა სწორედ დღეიდან. ეს იყო დაგეგმილი სცენარი. თუმცა ჩვენმა გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ამ ყველაფრის პრევენცია და საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ შანტაჟის რესურსი პრაქტიკულად მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ეს არის ის სურათი, რომელიც მივიღეთ შესაბამისად საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ. ანუ შანტაჟი იყო მოაზრებული სწორედ ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო სწორედ გუშინდელი სხდომა, უნდა ყოფილიყო 19 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა ნახეთ, რომ პრევენციამ სწორად იმუშავა და საბოლოო ჯამში ვერ განვითარდა ამ საბჭოს შემდეგ ისეთი პროცესები, რომლებიც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. რაც შეეხება განცხადებას თანხების მიზნობრიობის თაობაზე, ამაზე რას ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ამ გადაწყვეტილებას? ეს განცხადება ჩვენ პირველად არ მოვისმენთ, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, შინაარსი რა არის გასაგები ამ გადაწყვეტილების ქართული ხალხის მაგივრად. ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან სწორედ ქართულ ხალხს და ქართული ხალხის ნებას. ხო, ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი, ეს არის მორიგი ანტიქართული ნაბიჯი, თუმცა ამით ჩვენს ქვეყანას ვერავინ დააზიანებს. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ნახეთ თქვენი ოპონენტების კრიტიკული განცხადებები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც დაბლოკეს გადაწყვეტილება. როგორ ფიქრობთ, რატომ ესხმიან თავს ქვეყნებს, რომლებიც მხარდაჭერის შემთხვევაშიც რეალურად მთელი ქვეყანა შეიძლება დაზარალებულიყო, ხომ ვიზა ლიბერალიზაცია თუ შეჩერდებოდა? პირდაპირ ხედავთ ერთ რამეს, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენერად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები. და შესაბამისად ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოს, რომელიც იცავს სწორედ ქართული ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის, რა თქმა უნდა, მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართული ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართული ხალხის ინტერესებს. და კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაგალითად ადვოკატების საპროტესტო მსვლელობის ორგანიზებას აკეთებს ადვოკატი ქეთი გვარცხავა, რომელიც ჩართული იყო, როგორც ვიცით, ლეულოს დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის საქმეში. ეს საქმე ეხებოდა ანტიკორუფციული ბიუროსთან დავას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პროტესტი, თქვათ, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ეს არ არის პოლიტიზირებული. არის თუ არა მაგალითად ის მაგალითი საკამარისი საპირისპირო სამტკიცებლად თქვენთვის, როდესაც თქვათ ადვოკატი, რომელიც ბადრი ჯაფარიძის ადვოკატიც იყო. ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული პერფორმანსები. სინამდვილეში ეს არის რადიკალური ოპოზიციის აქციები. თქვენ ხედავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იგივე ადამიანებს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე. და ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, მხოლოდ დამატებითი დასტურია იმისა, რომ ასეთი პერფორმანსები არის თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული. ხო, ეს არ არის ახალი ხილი. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული მაიდინის დროს და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები,
რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარეძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მიცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა იქნებას. Vēl კითხვა მაქვს აქციებთან დაკავშირებით. USAID-ის მისია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, მათ აქვს კონტრაქტი გაფორმებული მედია პლატფორმა ჩაიხანასთან, რომელიც ამზადებს მოკლე ვიდეოებს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, თუმცა ეს ვიდეოები არ თავსდება ბუნებრივია USAID-ის ოფიციალურ გვერდზე, Facebook-ს გულისხმობს და სხვა პლატფორმების მოძიება ხდება, ან დონორის პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში თუ ხედავთ და რა ნაწილში. Რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხისმგებლობა არსებობს, როდესაც პირდაპირ ფორმით ხდება მაიდინის ხარდაჭერა, უცხოური დაფინანსებით, ეს არის რა თქმა უნდა შემაშფოთებელი. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა თავის დროზე ჩვენ გამჭრელობის კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში მივიღეთ და მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭრელობის კანონს, იყო სწორედ ეს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაიფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში, აერიათ ეს ქვეყანა, რაც ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია. მოგესალმებით, ბატონ პრემიერ, ნაწილობრივ იყო ამ თემაზე საუბარი, თუმცა რომ დავაზუსტოთ, მას შემდეგ რაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა უნგრეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, აქტიურად წავიდა თქვენი ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ეს ხალხი დაკავშირებული არის ამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ რუსეთთან. ეს რა სახის გზავნილია და რაზე მიუთითებს თქვენთვის? ასეთი პიარი რუსეთს მე მგონი არც ერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორც ეს აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან. რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი თავიდან ბოლომდეა საქართველოში შემოსული, ახლა ამტკიცებენ, რომ 5 ქვეყანაშია უკვე რუსეთი შესული. ეს არის რა თქმა უნდა პიარ კამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია რეალურად აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ. ანუ ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის შესული ყველგან და ყველაფერში. არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროკავშირში შევიდა ღრმად. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ სასწრაფოთილია დღეს ოპოზიცია და აღარ იციან რას მოეჭიდონ, სწორედ ამას უკავშირდება ეს თავდასხმა, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მოგესალმებით, გელა ბოჩკაშვილი, რადიო თავისუფლება, რამდენიმე კითხვა მექნება მეც და დავიწყოთ თქვენი ბრიფინგის თემით, რომელიც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს. მაინტერესებს, მინდა რომ თქვენ აუხსნათ მაყურებელს, ვინც ახლა გიყურებთ, რა პრივილეგიებით სარგებლობდა დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანი, მაღალჩინოსანი, რა შეიცვლება მას შემდეგ და თუ აი კონკრეტულად თქვენ რა გაიგეთ, აი გადაწყვეტილებით რაც გახდა ცნობილი, რა შეიცვლება თქვენთვის და თუ აპირებთ, თქვათ, ევროპაში ვიზიტებს აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. თქვენ იხილეთ კომენტარებიც, თვითონ ევროპელების კომენტარებიც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აქტი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა ეს გარკვეული არ არის, იმიტომ რომ ტექნიკურ სირთულებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება, მაგრამ ასეც და ისეც თავად ვაცხადებენ, რომ ეს არის უბრალოდ სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა მაინც და მაინც არ ექნება. გარდა ამისა, ყველას ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვს დიპლომატიური პასპორტები, პოლიტიკოსები იქნებიან ესენი თვალჩები, მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, ესეც დაასტურეს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი რეალური, ასე ვთქვათ, პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება, არის უბრალოდ პოლიტიკური ჟესტი და არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. რაც შეეხება თვითონ დიპლომატებს, რასაც ქვია, როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, თქვენ იცით, რომ ელჩი არის ზოგადად ხელშეუხებელი ომის დროსაც კი. და როდესაც ვიღაც ცდილობს იმას, რომ ჩვენს ელჩებს მაგალითად დაუწესოს სავიზო შეზღუდვები სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული რაღაცა პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, თვითონაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ გადაწყვეტილებაში, ზუსტად არ იციან ვიზა შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ. ამიტომ მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ასეც და ისეც, ეს არის მხოლოდ სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, არის უბრალოდ სამწუხარო პოლიტიკური ანტიქართული გადაწყვეტილება. თქვენ არ გისაუბრიათ ამჯერადად საპასუხო ნაბიჯებზე, როგორც მივხვდი, ანუ რაიმე ნაბიჯების გადადგმას არ ფიქრობთ? არა, ეს არის რაღაც მარტივი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, პროვოკაციის მიზანი არის ის, რომ მეორე მხარე წამოიღოს პროვოკაციაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ისე როგორც
ლიტვისა და ესტონეთის შემთხვევაში არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებზე წამოგებას, პროვოკაციებზე წამოგებას, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა. კი ბატონო, თქვენ ასევე ისაუბრეთ გერმანიასა და საფრანგეთში პოლიტიკურ კრიზისზე. რა შეგიძლიათ გითხრათ საქართველოსთან დაკავშირებით? საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ არის მყარი უმრავლესობა ჩამოყალიბებული, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან. შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება და სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული чиновникები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებდა. მე ვერ ვისაუბრებ, არ მოხდა ამის კომპეტენცია, რომ ვისაუბრებ მიზეზშეგებებზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა მესამე კვარტალში და დავიდა 197 მილიონზე, 198 მილიონ დოლარამდე. ესეთი მაჩვენებელი არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში, აი საქსაფრთხო რო ჩავხედოთ, 2009 წლის შემდეგ თუ სწორად მახსენდება. თქვენ რას უკავშირებთ და ზოგადად თუ შეგიძლიათ ისაუბროთ საქართველოს ეკონომიკაზე, როგორი არის ბოლო პერიოდში, თუნდაც არჩევნების შემდეგ, ან თუნდაც თქვენი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, როგორი საქართველოში ეკონომიკა იზრდება თუ მცირდება გასული წლის იგივე მაჩვენებებთან შედარებით, თუნდაც უძრავი ქონების რეალიზება და რა სიტყვით ზოგადად ეკონომიკასთან დაკავშირებით. წლის პირველ ნახევარში ჰქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი, მესამე კვარტალი ეს იყო სექტემბრის ჩათვლით, ანუ ჩვენ გადაწყვეტილებასთან ამას არავითარი კავშირი არ ქონია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც წლის განმავლობაში ერთი კვარტალი შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. პირველი 10 თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. ანუ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად მთელი მთავრობა იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ არათუ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. აი უფრო მეტი კონკრეტიკა რა იყოს ტურიზმთან დაკავშირებით შეგიძლიათ რაიმე თქვა ან უძრავი ქონების რეალიზებაზე, იმიტომ რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო საქართველოსთვის. რა შეგიძლიათ თქვა აი ბოლო პერიოდთან დაკავშირებით? მე მსმენია, თუმცა არ მოგწვდომა მონაცემებზე და ვერ ვიტყვი, რამდენად გაიზარდა ან შემცირდა. კომპანიებიც უწუნებენ, რომ გაუქმდა ჯავშნები. რა შეგიძლიათ? ეს იყო რეალურად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი, რომ უკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები რა თქმა უნდა შექმნეს, ხო? როდესაც ბუნებრივია ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება იმის мотиваცია, რომ ესტუმრონ ჩვენ ქვეყანას, ან ჩადონ ინვესტიციები, თუმცა ეს არის მოკლევადიანი. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით, როდესაც იყო ეს ვითარება ლარის კურსიც გაუარესდა, მქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმაც დასტაბილურება, იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ამ საბოტაჟს, რასაც ის ახორციელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება, შესაბამისად რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი აქ არ აქვს. აი ამ კითხვისგან არ ვაპირებდი, მაგრამ რადგანაც თქვენ შემოიტანეთ ლარის კურსის საკითხი, მკითხავ, ეროვნულმა ბანკმა თუ გაყიდა დოლარი ბოლო პერიოდის განმავლობაში, გულისხმობ 28 ნოემბრიდან დღემდე, იმიტომ რომ ჩვენ შევნიშნეთ რაღაც დღეების განმავლობაში ლარი უფასურდებოდა, რაღაც დღეების განმავლობაში გამყარდა, მათ შორის გამყარდა წუხელაც, თუ სწორად მახსოვს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, რაიმე ინტერვენცია თუ მოხდა და რა მოცულობის დაახლოებით წარმოქმნა რო გქონდა? რეალურად ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენციის, ასე ვთქვათ, ჩარევის განხორციელება გახდა საჯერო. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ, დეტალებზე თვითონ ეროვნული ბანკი გაგცემთ პასუხს. ეროვნული ბანკი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც, ანუ რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც არის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამოყენება. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ ისევ ეკონომიკის ფარგლებში და კომპანიების ფარგლებში. თქვენ თუ გაეცანით ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ასობით კომპანია დაახლოებით 400 ან ოდნავ მეტი კომპანია აწესებს, მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც თუ სწორად მახსოვს, წინა ხელისუფლებისაც უჩიოდნენ, მათ შორის მაგთი. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თუ იცნობთ ამ განცხადებას, რა იქნება თქვენი პასუხი და თქვენი აზრით, რატომ გაერთიანდა ამდენი კომპანია ერთი მოთხოვნით, რომ საქართველოში იყოს ხელახალი არჩევნები? ჩვენი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, პრაქტიკულად ბიზნესი
არ დატოვეს რეკეტის გარეშე. ხო, ერთ-ერთი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება, განურჩევლა პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი ანებროლაძე საზოგადოებრივი მაუწყებელი თქვენ დღევანდელ ბრიფინგზეც ისაუბრეთ დიალოგის აუცილებლობაზე და შესთავაზებთ ყველას რომ ვისაც აქვთ კითხვები მზად ხართ ნებისმიერ ფორმატში სასაუბრად. მე გითხავთ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ იმ ადამიანების მიმართ ვინც ქუჩაში განან მათი ხელისუფლებაც ხართ რა არის ის ნაბიჯი რისთვისაც არის ქართული ოცნება მზად რომ დათმოთ ხართ აი ეს დასათმობად მზად და როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობ ბევრჯერ მოვისმენთ არჩევნების სხვა თემა, რომელიც თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შთაბილდა დღის წესრიგში, მაგრამ რეალურად ევროინტეგრაციაზე პრობლემები ევროპული მხარიდან მოვისმენთ, რომ შექმნა ორმა კონკრეტულმა კანონმა. ამ ორი კონკრეტული კანონიდან ხართ თუ არა რომელიმეს დასათმობად მზად, იმისთვის რომ ეს იყოს არის თქვენი ჟესტი, თუნდაც ევროპული მხარის მხრიდან, რომ ქართული ოცნება, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის პარტნიორებთანაც მათ შორის. პირველ რიგში რაც შეეხება საზოგადოებას. ჩვენ უკვე ორ კვირაზე მეტია თავაზობთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია თუ არა ღია ნებისმიერი ფორმატის დისკუსიას და ყველა გაურბის დისკუსიას ორ ადამიანს ჰქონდა მცდელობა შემოსულიყო დისკუსიაში და ისე დააბულინგეს რომ მათაც ვერ შეძლეს. ყველა გაურბის დისკუსიას. ყველას ეშინია საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის, არასაჯაროსაც კი ვთავაზობთ. აი დაახურულ კარს მიღმა მოვიდნენ და ვისაუბროთ ამასაც გაურბიან, ამისაც ეშინიათ, საჯაროსი კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. რატომ? მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ მათ ყველაფერი კარგად იციან. სიმართლე სად არის, იციან. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ რო არ შეგვიჩერებია, ესეც ყველამ გაიგო, ხო, აბსოლუტურად ყველამ გაიგო. ეს ყველაფერიც ღიად ვერ ითხოვენ ისინი რიგარეში არჩევნებს, ხო? ამ ადამიანების უმეტესობას არ აქვს იმის სურვილი, რომ რიგარეში არჩევნები საჯაროდ მოითხოვს. მათ შორის ოპოზიციური ამორჩევლის უდიდესი ნაწილიც კი ღიად ვერ ბედავს რიგარეში არჩევნების მოთხოვნას, მათ თვითონ ეთაკილებათ ის, რომ ხმა მიცეს იგივე სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის თუ კახარიას პარტიას. ამიტომ ღიად მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. ხო, მათ შორის, ცნობილი რაც არის, კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე და არავინ არ გველაპარაკება, ასეთი განცხადებებით გამოდიან, რატომ არ ესაუბრებიან ამ ხალხს, გამოდიოდა მაგალითად თორსების შოთა არველაძე აქციაზე და მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს. როცა ჩვენ ორი კვირა მაშინ უკვე ვიმეორებდით იმას, რომ სად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატშიც, საჯარო დისკუსიისთვის. მოვიდა შოთა არველაძე, წარმოიყენოს ვისიც ჯერა, ვისი კომპეტენციისაც ჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. აი აქ ვაკეთებ ამ შეთავაზებას. რამდენჯერაც გავაკეთე შეთავაზება, იმდენჯერ მივიღე დუმილი პასუხად. მიზეზი არის მარტივი. სიმართლე სადაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ ვიღაცებს აქვთ ეს პოლიტიკური რაღაც რელიგიური რწმენა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და კახარი არიან უკეთესები. ამ რწმენას რა შეიძლება უყოთ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ საჯარო დისკუსია ეს არის ის, რასაც თავაზობთ ამ ადამიანებს უკვე ორ კვირაზე მეტია, თუმცა ხედავთ რომ ჩვენს ოპონენტებს ზუსტად ისევე ეშინიათ ამ დისკუსიის, როგორც არ ვიცი, ეშმაკს ჯვრის თუ როგორც არის ხოლმე, ხო? საოცრება. დიალოგის აუცილებლობაზე როდესაც იყო საუბარი, მაკრონი საუბრობდა, რომ საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი და ამ განცხადების პასუხად ოპოზიციის ლიდერებმა მათ შორის და მოქალაქეებმაც, რომლებიც იქ განან და ვისაც ვესაუბრებით, თქვენს რომ ერთადერთი დიალოგის საკითხი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნები. და მე გკითხეთ ასევე თქვენი მხრიდან დათმობად თუ განიხილავთ ორი კანონიდან, რომელზეც ღიად გითხრეს, რომ არის შემაფერხებელი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიმეს დათმობას თუ განიხილავთ. თქვენ რაც შეეხება რიგარეში არჩევნებს პირველ რიგში, თქვენ გახსოვთ 4 წლის წინ ზუსტად იგივე სცენარი, ლაპარაკობდნენ 2 წელი, რომ აუცილებლად შედგებოდა რიგარეში არჩევნები. თუმცა, როგორც შედგა რიგარეში არჩევნები, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ამის არავითარი რესურსი ნამდვილად რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს. რაც შეეხება ორ კანონს, აქაც თუ დიალოგი არის საჭირო, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერთან, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლებთან და მათ შორის უცხოელ პოლიტიკოსებთან თუ ჩინოვნიკებთან. ჩვენ გვჭირდება აქ, რა თქმა უნდა, ამ კანონების განხილვა. თუ იმე დაგვარწმუნა, ამას ვითხოვდით ჩვენ გახსოვთ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რა ხდებოდა, ელჩებს თხოვეთ, საზოგადოების წარმომადგენლებს ყველას თხოვეთ, რომ საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში დამსხდარიყავით, გაგვერჩია კანონი. რა ქონდა ცუდი გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ყველა გაექცა ამ დისკუსიას. რატომ?
რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იცოდნენ ამ კანონთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც წერია ამ კანონში არის ის, რომ წელიწადში ერთხელ NGO-მ უნდა წარადგინოს თავისი ფინანსური დეკლარაცია. აქ რატო გავარბოდნენ საჯარო დისკუსიას? ხო, შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ეს არის ცუდი. მაგრამ დაარქვეს რუსული კანონი, ორი სიტყვით манипуლირებდნენ და სწორედ ამიტომ გაექცნენ საჯარო დისკუსიას. რაც შეეხება მეორე კანონს, რომელიც არის მიმართული LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, ხო? აქაც აგვიმტკიცონ, კარგია თუ არა ის, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესში და უცბად შეუძლია გადაკეთდეს ქალად. არის თუ ეს კარგია, გებატონო, დაგვიმტკიცონ, ჩვენ მზად ვართ ამ საჯარო დისკუსიისთვის. ან ნებისმიერი სხვა საკითხი გავარჩიოთ, რაც ამ კანონთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცა შეუძლია აუგრძალოს, მაგალითად, საჯარო მოხელეებს, როგორც ეს მოხდა ბლინკენის ადმინისტრაციაში, რომ ქალი, კაცი ეს ტერმინები გამოიყენოს, ხო? ეს ნორმალურია, ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ. თუ ეს არის ჯანსაღი, დაგვიმტკიცონ და კი ბატონო, შევცვლით ყველაფერს, მაგრამ ჯერ დისკუსია, ჯერ დაგვიმტკიცონ და მერე ვისაუბროთ რაიმე სულებას. და კითხავთ სალომე ზურაბიშვილზე. გუშინ ასევე ბრიუსელში ვისმენთ, რომ 29-მდე მას აქვს ვადა, ვიდრე იქნება არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია და 29-მდე დიდი დროა თქვენ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. მაშინ, როდესაც მას აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არაპირებს ადმინისტრაციიდან გამოსვლას. აი პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ და თუ დადგება დღის წესრიგში სცენარი, რომ შესაძლოა ძალით მისი გამოყვანა გახდეს საჭირო ათონელის რეზიდენციიდან, ეს ალბათ ისევ ქვეყნის იმიჯისთვის იქნება, ხომ? ძალიან ცუდი. აი, როგორ ხედავთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, როდესაც ყავს ერთი მხრივ კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც ასევე არალეგიტიმურად მიიჩნევენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს და პრეზიდენტი, რომელსაც ოფიციალურად ამოეწურება 29 დეკემბერს ვადა, თუმცა ამბობს, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ წყაროდ და ინსტიტუტად ამ ქვეყანაში. აი, როგორ ხედავთ პროცესის განვითარებას? რეალურად ქალბატონმა კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. უკვე მე-7 წელი დაიწყო, რაც ის არის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ასე დროს ის რომ თავს აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ნუ არ ვიცი, ერთ ქვეყანაში არ შეიძლება სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი ყავდეს, ხო? ნუ თავს უთანაბრებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. ხო, ნუ უბრალოდ არ ვიცი, სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კაია კალასის განცხადება მის ამ ცდილობას ხაზი გადაუსვა. მე არ მგონია, რომ რაიმე გართულებები მოყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას შეანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე მგონი გამოვა. მე მაინც მგონია, რომ გამოვა. არა, არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი. BMG თელა რეგელანტია ბატონო ირაკლი ბიზნესის თემებს გავაგრძელებ ჩემმა კოლეგამ დასვა უკვე კითხვა და თქვენ თქვით რომ ბიზნესს თავაზობთ თავისუფლებასო მაგრამ ალბათ ამ მეთანხმებით თავისუფლებასთან ერთად ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში რაც ვერ ვიტყვით რომ სიმშვიდე არის თქვენ კი ამბობთ რომ რადიკალები დგანან ქუჩაში მაგრამ ეს მოქალაქეებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ხედავთ რა სიტუაციაც არის ქვეყანაში. რას ფიქრობთ, ცოტა უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, დაახლოებით 1000-მა კომპანიამ გააკეთა განაცხადი, 500-მდე ვერიფიცირებულია უკვე და მათი ძირითადი მოთხოვნა არის ახალ წლამდე გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები და ასევე დაინიშნოს ახალი არჩევნები. რას ეუბნებით ამ ბიზნესებს, ვისაც გონია რომ ეს არის გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან თუ ჩიხიდან, სადაც ახლა ვართ. პირველ რიგში დასავარია მაიდანი ჩავარდა და მაიდანის ცდელობა იყო მთავარი რისკ ფაქტორი, ბუნებრივია ბიზნესისთვის ეს რისკ ფაქტორი არის ძალიან მოხსნილი. თქვენ ხედავთ რომ გუშინ 800 კაცი იყო გამოსული რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად არამედ შეგიძლიათ დრონის კადრები ამოიღოთ. შესაბამისად არამარტო ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, არამედ ზოგადად რაიმეს არევის რესურსი აღარ აქვს საერთოდ რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველა უნდა ზრუნავდეს რა თქმა უნდა სიმშვიდეზე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მე ერთ რამეს ვიტყოდი ამ განცხადებაზე, რაც კონკრეტული ბიზნესების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი ეს განცხადება მაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის, შესაბამისად შეიძლება მხოლოდ მათ მიუბრუნდეთ უკან, თუ
დავუშვათ ხელი შეეწყობა იმ ცდილობას, რაც დაკავშირებული იყო მაიდანთან, რაც დაკავშირებული იყო ქვეყნის არევასთან. რეალურად გარკვეულწილად ეს არის ამ ყველაფრის ხარდამჭერი განცხადება. თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბიზნესს კონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც რომ კონდეთ სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ შორის ამ ბიზნესების ინტერესების დასაცავად და იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა და სიმშვიდე. რატომ ფიქრობთ, რომ სიმშვიდეს უპირისპირდებიან 28 ნოემბრიდან მოყოლებული ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში, თბილისში, არა მარტო თბილისში, ხედავთ და გვესმის საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები და ახლა საპონი არის გამოსავალი, ხო? და თქვენც ამბობთ, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოდის რა არის სამთავრობო? ყველაფერი დამთავრებული, ანუ ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800-ზე მეტი ვეღარ გამოხდა. დამთავრებულია ყველაფერი. კიდევ დავაკონკრეტებ, თუ შეიძლება თქვენ ახსენეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვისო, ვეპატიჟებით ყველას და ასე შემდეგო. ისევ ბიზნესიდან ამოვალ, რადგან BMG ვარ, აი მაგალითად, როდესაც BMG-ს აინტერესებდა, რას ფიქრობენ ბიზნესმენები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და რა მიაჩნიათ გამოსავლად, ძალიან მარტივი ვიდეოთი მივმართეთ ყველას, ვისაც გსურთ, მობრძანდით და აფიქსირეთ თქვენი პოზიცია. შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილს დღეს გააკეთოს ასეთი განცხადება, ირაკლი კობახიძეს გააკეთოს მსგავსი განცხადება, თუნდაც იმ ბიზნესმენების მისამართით, ვინც უკვე ღია დააფიქსირა თავისი პოზიცია, რა ჰქონია გამოსავალი, ან იმათი მისამართით, ვისაც ჯერ არაფერი არ უთქვამს, მაგრამ შეიძლება პირად კომუნიკაციაში ხართ, რომ აი დღეს ან ხვალ 4 საათზე მთავრობის ადმინისტრაცია ღია, მობრძანდით, ვისაუბროთ. კი, მე მქონდა ამ ბერლის განმავლობაში შეხვედრა ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, როგორც მოესურვებათ, გავმართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. ხო, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესმენებთან რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვართ მზად დიალოგისთვის. ანუ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. თქვენ აი აქაც 2012 წლამდე რა ხდებოდა? საზოგადოება ითხოვდა ხოლმე მაშინ დიალოგს და ჩაგეტილი იყო მთლიანად ხელისუფლება. ეხლა ბირიქით არის. ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაგეტილია ოპოზიციური ელექტორატი. მთლიანად ჩაგეტილია. ეგეთ რამე ნუ საოცრებაა რა. 2012 წლამდე ვინმე ეგრე წარმოედგინა, ითხოვდნენ, ეხვეწებოდნენ და არავინ არ შედიოდა მათთან დისკუსიაში. აქ ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და გაურბიან ამას როგორც რა ვიცი. აი დავაკონკრეტოთ, აი მაგალითად ხვალზე გროდის გაქვთ დაახლოებით თავისუფალი დრო, რომ აი ეს ბიზნესმენები მოვიდნენ აქ პრეზენტაციებით, თავიანთი გათვლებით, როგორც ნებისმიერ დროს, ხვალზე, მასე ნებისმიერ დროს. ყველა შეხვდებით. კი ბატონო. და კიდევ ერთი თქვენ ისაუბრეთ ევროკავშირში კრიზისია, ზოგიერთ ქვეყანაში სტაგნაცია, რეცესიაც ეკონომიკაშიო. რა პროგნოზები გაქვთ თქვენ თავად ეკონომიკასთან დაკავშირებით? ალბათ თქვენს ეკონომიკურ გუნდთან, როგორც ვიცი, მრჩეველი არ გყავთ, ხომ ეკონომიკური მემართულებით? კი, ლევან დავითაშვილი არის თავარი მრჩეველი და მინისტრი კი, გულისხმობ, ისედაც ყავდათ ხოლმე. კი ბატონო. მთავრობაში არის მართლა გამორჩეული ეკონომიკური გუნდი და მრჩევლები არ აკლია ზოგადად მთავრობას მრჩეველი ამ შემთხვევაში მეტაფორა იყო. ხო და აი გუნდში რა ტიპის რისკებზე საუბრობთ? თუ სიტუაცია ქვეყანაში, თუნდაც ეს 800 კაცი, თუმცა 800-ზე მეტია დამეთანხმეთ, თუ გაიგეთ რუსთაველზე თქვენს ნახავთ. 800 კაცი ზუსტად 800. გამოგზანდით საღამოსად ერთად დავითვალოთ. თუ ეს ადამიანები დარჩებიან ქუჩაში, დღისითაც ვხედავთ იმართება აქციები. ვხედავთ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თუ არა სიმბოლური სანქციებს ანონსებს ამერიკის შეერთებული შტატებით სამატებით. აი ეკონომიკურ გუნდში რა რისკებზე მსჯელობთ, რა რისკებს ხედავთ? ოღონდ ძალიან გქონთ ესე ნუ არასერიოზულია მგონი მარტო იმაზე პასუხი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. აი რაღაცა აი გათვლები, ნაზრები, ნამსჯელი რომ დაგეთყოთ, რაღაც ეგეთი პასუხი რომ რეალურად ნახეთ, ყველანაირ საფრთხეებს თulis მთავრობა. არა მარტო ეკონომიკურს, ყველა თვალსაზრისით საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და სწორედ ამის შედეგია, ეფექტიანი და ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ ყველა საფრთხე ავიცილეთ თავიდან. 2022 წელს განსაკუთრებით ჩვენ პირდაპირ ომის საფრთხე ჰქონდა. პირდაპირ გთხოვდნენ ომს. დღევანდელობაზე ვისაუბროთ. შესავალი გავუკეთოთ რა. შეიძლება.
ან პირდაპირ ომის საფრთხე ავაცილეთ ჩვენს ქვეყანას 2022 წელს და ეს გაგრძელდა 2023 წელს. 4 რევოლუციის თელობა და შემდეგ, ხო? საფრთხეებს რო თვლიდით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ამ ხელა პრობლემების მიუხედავად ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ საშუალო 9.8% ეკონომიკური ზრდა. შევინარჩუნეთ სტაბილური ლარის კურსი და ამ შემდეგ. ამას მუდმივად ვაკეთებთ. ეკონომიკურ საფრთხეებსაც ვაანალიზებთ და ნებისმიერ ტიპის საფრთხეებსაც ვაანალიზებთ და ამის შედეგია ის, რომ ქვეყანა ვითარდება მიუხედავად 4 რევოლუციური მცდელობისა. ამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ვითარდება. ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა 800 კაცი კიდევ ერთხელ გაემიერებ 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO. მარტო ამათი თანამშრომლები რო აიღო და აქტივი რო აიღო რამდენჯერმე 800 კაცია. და ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO-ს კი 800 ადამიანზე მეც უყრის თავს რუსთაველის გამზირს. იყო დამთავრებული. ფინიტა ლა კომედია, როგორც ეთქოდნენ იტალიელში. ჩემ კითხვაზე არ გიპასუხიათ. იგი ყველაფერი გათვლილი გითხარი. ანუ რა აი რისკებს ვერ ხედავთ ვერ არა, რაც თავარი ნახეთ მაიდანი ჩავარდა, ოპოზიციის ჰისტერიკა დასრულდა, შანტაჟი დასრულდა, ყველაფერი არის კარგად. ისევ იგი მიპასუხეთ. რა უნდა გიპასუხოთ? ბატონო? აბა რა უნდა გიპასუხოთ? არა, აი თუნდაც აი მოც ბიზნესმენს რო ინვესტიციებზეც აქტიურად მუშაობ და სიახლეებს გაგასწრებ. ამაზე დავაზუსტებ გელამ მკითხავთ თქვენ და თქვენ უთხარით რომ ეს ჩვენს გადაწყვეტილებას მესამე კვარტალის ინვესტიციები არ უკავშირდება, ალბათ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იგულისხმოთ, მაგრამ იქამდე იყო გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თქვენ მიიღეთ და მაშინაც ინვესტორები, ბიზნესმენები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ეს აისახებოდა ინვესტიციებზე, ეს იყო გაზაფხულზე და ძალიან ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს გამოჩნდა მესამე კვარტალში. მეორე კვარტალის განმავლობაში ვითარდებოდა ზუსტად ის მოვლენები, რაც განვითარდა, ხო? იანვარი, ფებრუარი, მარტი იყო პირველი კვარტალი, აპრილი, მაისი, ივნისი იყო მეორე კვარტალი. და მაშინ ქონდა მაღალი მაჩვენებლები ინვესტიციების, როცა ყველაზე ცხელი პერიოდი ქონდა. ამიტომ კავშირი ინვესტიციები ესე არ იცვლება ბატონო ირაკლი, კვარტლების მიხედვით მე ხდება ჩარიცხვა, მე ხდება აღრიცხვა, ასე რომ არასერიოზულად უნდა ვითვლით ყველაფერს. მე აღრიცხვა კი ხდება, მაგრამ აღრიცხვა ხდება მეორე კვარტალში. ანუ ესე რომ შენდება მესამე კვარტალში რო იწყება მეორე კვარტალში შენებლობა, ეს ერთ დღეში ხო არ შენდება? თვეები იდება ინვესტიციები მე რა ისახება. არა, გიხსნით უბრალოდ, როცა არ გინდათ რომ რაღაც ერთი წამი. კვარტალური ჭრილი იქნება, თუ წლიური ჭრილი იქნება, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება ყველაზე სწრაფად, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში. ეს ხდება 4 რევოლუციის თელობის პირობებში. შესაბამისად, არა მარტო საფრთხეების თვლით ჩვენ, არამედ ეფექტურადაც რეაგირებთ ამ საფრთხეებზე და ამის შედეგია ის, რომ 4 რევოლუციის თელობის მიუხედავად და ამ პრობლემების მიუხედავად ქვეყანაში გვაქვს 4 წლის განმავლობაში 9.8% ეკონომიკური ზრდა. ამ ყველაფრის შედეგია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარი საფუძველი იმის საფრთხელად, რომ გაგრძელდება ყველაფერი ასევე ძალიან კარგად. დაახლოებით 20 ბიზნესმენს შევხვდი ამ დღების განმავლობაში, ხო სწორად გავიგე. შეგიძლიათ გითხრათ ვინ არიან ის ბიზნესმენები და რა გითხრეს რომ რაც არ ხდება არაფერია ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ინვესტირებას, კარგ განწყობაზე ვართ და მათ გამოთქვეს იმედი რომ საბოლოოდ ჩავარდებოდა ეს მაიდანი, დასრულდებოდა რადიკალური ოპოზიციის ეს მცდელობა, რომ აერიათ ქვეყანა, მათ ეს იმედი რა თქმა უნდა გამოთქვეს. რა თქმა უნდა ისიც აღნიშნეს, რომ რადიკალური ოპოზიციის ეს მცდელობა, მოაწყო მაიდანი, არის რომ ქვეყანა ბუნებრივია ბიზნესისთვის არქმის სახარბიელო გარემოს. თუმცა ჩვენ დავამშვიდეთ ბიზნესმენები, უთხარით რომ მაიდანი უკვე იყო ჩავარდნილი, ან ჩავარდებოდა, როცა შევხვდით იმის და მიხედვით და უთხარით ის რომ ყველაფერი იქნებოდა ძალიან კარგად. ანუ ჩვენ ასეთი შეხვედრები ქონდა. შვიდნენ? ჩვენ რა არის იცით რატო გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი. ასეთი რევოლუციის თელობა სამჯერ ქონდა მანამდე. მაშინაც მოდიოდნენ ბიზნესმენები, ვამშვიდებდით და ჩვენი სიტყვა მართლდებოდა. აქედან გამომდინარე ჩვენი სიტყვა ჭრის. ჩვენ როცა ვეუბნებით ბიზნესს რომ რაღაც ასე მოხდება, რაღაც იქნება კარგად, მაგრამ ჩვენ უკვე ჯერათ, იმიტომ რომ სამჯერ დავპირდით და სამჯერვე შევასრულეთ. ეს მეოთხე დაპირებაც აუცილებლად შესრულდება. დამშვიდებულები გაუშვით აქედან? კი, მე ვფიქრობ, რომ ისინი წავიდნენ დამშვიდებულები. კარგი. ასევე მინდა გითხოთ,
კი გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ იმასაც ვხედავთ რომ ახალი წლის წლევანდელი აქტივობა სამწუხაროდ არ გავს შარშანდელ თუ სხვა წლების დღესასწაულებს, გულისხმობ იმას რომ მცირე ბიზნესები და განსაკუთრებით მათთვის არის მნიშვნელოვანი თუნდაც საახალწლო ბაზრობები რუსთაველზე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება 200-ზე მეტი იყო თუ არ ვცდები, შეიძლება კიდევ გაიზარდა რიცხვი, რომ არ მიიღონ ბაზრობებში მონაწილეობა, რადგან მათთვის მიუღებელია ამ ღონისძიების და იმ ზეიმის ნაწილი იყვნენ, თუნდაც შემოსავლის მიღების მიზნით, როდესაც ძალიან ბევრი მოქალაქე არის დაკავებული ნაცემი დაზის ციხეში. ასევე დეველოპერები საუბრობენ, შეიძლება თქვენ შეხვდით რამდენიმე მათგანს, რომ გაყიდვები პრაქტიკულად შეჩერებული ან ძალიან შეუმცირდათ. ინვესტორები არ აპირებენ ახალი ინვესტიციების დაწყებას ქვეყანაში. მაინც ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება? ნუ დახედავთ ასე შევად ყველაფერს, რა თქმა არა, უნდა. მე გეუბნები, გიყვებით იმას, რასაც ბიზნესმენები ხმამაღლა ამბობენ. ძალიან მარტივად შეგვიძლია გავიმეოროთ რა თქმა უნდა რადიკალური ოპოზიციის ამბოლო მცდელობა მოეწყო მაიდანი ჩვენს ქვეყანაში, აერია ქვეყანა, ბუნებრივია იმოქმედა ბიზნესი. ეს ფაქტია. ანუ ეს არის ფაქტის კონსტატაცია, რაც გეთანხმებით. მაგრამ ის რომ ყველაფერი დასრულებულია, ამას გეუბნებით ძალიან მტკიცია, ხო? ანუ მაიდანი უკვე ჩავარდა და მათ შორის ეს ადამიანები რო არიან დაკავებული, ხო, ადმინისტრაციული წესით, სისხლისამართლებრივი წესით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ძალადობრივი რესურსი მთლიანად გაუნეიტრალდა ოპოზიციას. ვინც ძალადობდა, ისინი იქნენ დაკავებული და შესაბამისად ვეღარ ძალადობდა. ხო, ანუ განეიტრალდა ძალადობრივი რესურსი. და რა შუაში იყო პატიმრები, ეს საერთოდ არ მისმის. მაგრამ რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. იყო წინა სამი მცდელობა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის, მაიდნის მოწყობის, რა თქმა უნდა თითოეულმა ამ შემთხვევამ იმოქმედა ბიზნესი. მაგრამ როგორც კი დასრულდა გაორმაგებული ტემპებით აღდგა ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში. აქაც იგივე მოხდება. მაიდანი უკვე ჩავარდა, ყველაფერი უკვე დამშვიდდა, შესაბამისად, რაც იყო დანაკლისი დეკემბრის პირველ ნახევარში ის ერთიურად აღდგება უკვე მაქსიმუმ იანვრამდე. კიდევ ერთხელ ერთად დავიტოვოთ ამის იმედი, გამოდონეთ რა. თქვენც ეს იმედი უდანკოდებთ. თქვენ ნუ გექნებათ საპირისპიროს იმედი, არ ვარ გას ქვეყნისთვის. ვინც იმედით ცოცხლობს, შიმშილით კვდება, გამიგია ესეთ ანდაზა ქართული. კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას, რაც ადრეც კითხეთ, თუ 20 იანვრის შემდეგ ტრამპმაც ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინები. მე რას ვიყვები? უარესის იმედი რატო გაქვთ ყველაფერში? რატო გაქვთ ყველაფერში უარესის იმედი? დაიტოვეთ უკეთესის იმედი. თუ ვერ გაამართლა, თუ ქვეყანა დაიქცა, თუ ნაცმოძრაობა მაიდანი მოაწყოს, თუ უარესის შემდეგ პასუხი უნდა აგოთ იმაზე, რასაც დღეს აქ საუბრობთ, ბატონო ირაკლი. აი, გადავიდეთ კითხვა. კითხვა ეს იყო, აი რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ტრამპმაც ვერ გაამართლა თქვენი იმედები? რა ვიცი, ატომური ბომბი რო დაგვეცეს, ამ შემთხვევაში რა ხდება? უარესის იმედი გქონდეს ახაც, ხო? ხო, გაქვთ უარესის იმედი ყველაფერში. ატომური ბომბი რო დაგვეცეს უცბად, აი რა ვქნათ მე, რა ხდება? ეს არის თქვენი პასუხი? კი. ძალიან არასერიოზულია. კარგი, ბოლო კითხვა. ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს იმაზე, რაც ხდება? ცდილობის სტანდარტები უნდა დაიცვა თქვენ, ხო? აბა, მორით პასუხობ თითქოს და მე მგონი რა ვიცი, ხუმარო და რა საქმე. არა, ერთი წამი. ცდილობა არის ის, რაც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას, ხო? პრემიერის სტატუსის მქონეობა. და მე სანახეთ შემიძლია. ალბათ წინა პრესკონფერენცია კარგით არ არის ეს საინტერესო ყველა. გამოსცენეთ ესეთი ფაქტისა და ცდილობის წესები დაირღვა ჩემი მხრიდან. თქვენგან ბევრს შეგახსენებთ. და ერთ-ერთი იყო ახლა. ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ახლა ქვეყანაში? გაქებთ თუ გეუბნებათ, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა რაღაცების მართვა ან რაღაცების სწორად ვერ გავთვალეთ? თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს რა თქმა უნდა წარმართავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე. შესაბამისად ეს რაღაც მინიშნება ვერ გავიგე. რაც შეეხება თვითონ პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი. იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა 28 ნოემბერს. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლევადიანი ყება ჰქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება აღწევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. 3 წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ, ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით. დამთავრდა.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აფერხებდა ქვეყნის განვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან, ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყენათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ჩინოვნიკებს და პოლიტიკოსებს, იყო სწორედ ეს, მათ ხელიდან გამოაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო. მიკროფონს ხوارმე ესეთ. არა, ერთიც რო დასვისო. შეიძლება სწორად ვერ გავიგე სოფოს კითხვა იყო და თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ანუ 28 ნოემბერს ის განცხადება და ის გადაწყვეტილება რომ არ გააკეთებინათ, რაც გააკეთეთ, 16-ში, ანუ გუშინ ევროკომისია ოცნებისთვის, იმიტომ რომ საქართველოზე არ იყო აქ საუბარი, უფრო უარეს გადაწყვეტილებას მიიღებდა? კი, ძიმე სცენარს ამზადებდნენ, მათ შორის იქ მომავალი განცხადება გაკეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაიხსნება მოლაპარაკებები, ამას დაუკავშირებდნენ კონკრეტულ მოვლენებს, არ მინდა ყველა დეტალი გავშალო. და თქვენ დაასკარით და თქვით, რომ მაჩვენებთ ჩვენ 2028-მდეო? ერთი რო დავასწარეთ კიდეც ეს ერთი, მაგრამ მეორე დავასრულეთ შანტაჟი ამ თემით. ჩვენს ქვეყანაში ეს მეორე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს დაიწყებოდა ის უბედურება, რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს. ანუ ეს იყო სცენარი და ეს იყო გეგმა. ამისთვის რაც 28 ნოემბრის მერე ხდებოდა, არის უბედურება? ხო, 5 დღე უბედურება იყო, მის იმიტაცია მოაწყო. და რა მოიგეთ უბედურება 5 დღით ადრე თუ უბედურება 5 დღის შემდეგ, ანუ რას გულისხმობთ? ძველადიან პერსპექტივაში შანტაჟი დავასრულეთ. ჩვენ ბოლოს მეგონი დამეგობრდებით. ესე გახდა. პროტესტი არის განინტრალებული, ბოჯერ გაიგავდა, რასტანცელებს ვეღარ იცით უკვე რუსთაველის განცდაზე. მაშინ რას უკავშირდება ის ცვლილებები, რომელსაც რეპრესიულს უწოდებს ხელისუფლების ყველა კრიტიკოსი და არა მხოლოდ გულისხმობს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალ აღზევათა კოდექსში. განსაკუთრებული ყურადღება რომ მინდა გავამახვილოთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ეჭვიც კი არის უკვე საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ პოლიციას მიეცეს შესაძლებლობა დააკავოს კონკრეტული მოქალაქე. აი ეს ცვლილება რომელი ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, აი რომელი ქვეყნის პრაქტიკა გაითვალისწინებს მაგალითად ეს ცვლილება ამუშავეთ და თუ ფიქრობთ რომ პროტესტი განინტრალებულია, როგორც ეს მივჯერთ გაიმეორეთ ამ ბრიფინგზე. მაშინ რისთვის ამზადებთ აი ამ დრაკონულ რეპრესიულ ცვლილებებს, როგორადაც მას ახასიათებს თქვენი პარლამენტი და არა. ეს პირველი რო შეფასება არ არის ობიექტური, რა თქმა უნდა, როდესაც კანონები მზადდება, ჩვენ ვსწავლობთ ხოლმე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პრაქტიკას და შეგვიძლია ვკითხოთ შესაბამის იურისტებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ეს კანონპროექტი იქნება დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკაზე და მე მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი არ მოქმედებს ერთი და ორი თვით. კანონს აქვს მრავალწლიანი მოქმედების ვადა. ამ ქვეყანას მუდმივ რეჟიმში ჭირდება საფრთხების პრევენცია, ხო, ახლა საუბრობთ ზუსტად საფრთხების პრევენციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ჭირდება გამართული კანონები, რომელიც უსრულყოფს იმას, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამაზეა გათვლილი ეს კანონი, რომელიც იქნა მიღებული. როგორ ქვეყანაში მოქმედებს ის ცვლილება? ამას იურისტები გეტყვიან. მე უშუალოდ არ ვიყავი. აი ევროკავშირის ქვეყნებშიც არის მაგალითად მიზნები, წარება, აკრძალვა. კი. აი ასე გითხარით, არის ევროკავშირი მე მაგას ვერ გახსოვს პასუხს. ეჭვის საკმარისი საფუძველი რომ პოლიციამ დააკავოს. პარლამენტიდან გამოვედი ერთი თვის წინ, შესაბამისად ამ საკანონმდებლო სამუშაო პროცესში არ ვიყავი ჩართული. ის იურისტები, რომლებიც მუშაობდნენ, უშუალოდ გაგცემენ პასუხს. მე უბრალოდ ვერ გაგცემთ ამას პასუხს, იმიტომ რომ სამუშაო პროცესში არ ვიყავი ჩართული. აი ცვლილება მიგაჩნიათ თქვენ ევროპული სტანდარტის შესაბამისად. კი, იურისტები გაგცემენ ამაზე პასუხს დეტალურად. არა, მე არ ვიყავი ამ თემის დამუშავებაში ჩართული. შესაბამისად არ მაქვს დღეს ამის შეასრულება, რომ ზუსტად გიპასუხოთ, მაგრამ იურისტები, რომლებიც მუშაობდნენ, ზუსტად გიპასუხებენ ამ თემას. კი ბატონო, უნდა გითხოთ ევროკავშირთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებაც, აი თქვენ სიმბოლური უწოდებთ არა, ახლოს მეძიეთ უფრო. სიმბოლური უწოდებთ გადაწყვეტილებას, უბრალოდ რეკომენდაციას, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. რა იქნება ის გადაწყვეტილება, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ხო რაღაც გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის მმართველი ორგანოების მიერ. აი რა შემთხვევაში იტყვით, რომ ეს უკვე აღარ არის სიმბოლური ჟესტი და რომ ევროკავშირი გადასულია კონკრეტულ მოქმედებაზე. მე მგონია რომ აქ კიდევ ერთი დაწესება. კი. მე მეგონი ყველაფერი დასრულებულია უკვე, რაც იყო მისაღები რეალურად მიიღეს.
და საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ შანტაჟს არ აქვს არავითარი ეფექტი. მე კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ აქ ულოცავთ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, კონკრეტულ ბიუროკრატებს, чиновникებს, რომლებსაც ჰქონდა შანტაჟის სურვილი, თუმცა რეალურად მათი ეს მცდელობა იყო აბსოლუტურად არაეფექტური. თქვენ როცა ამბობთ, რომ ყველაფერი დასრულებულია, რაც მისაღები იყო მიიღეს, ანუ თქვენ არ ელოდებით, რომ ამ კვირაში ან კიდევ მომდევნო პერიოდის განმავლობაში რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან. გამორიცხავთ ამას? არ ვიცი, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ასეთი შეიძლება იქნეს მიღებული. და როცა საუბრობთ კონკრეტულ ბიუროკრატებსა და პოლიტიკოსებზე, თანახმადობა აი ასეთია, მხოლოდ 5 ქვეყანა აღმოჩნდა თქვენი დატვირთაც თქვენ მხარეს და ყველა დანარჩენი, ანუ 27-5 ქვეყანა აღმოჩნდა იმის მომხრე, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ დაწესდეს მიიღონ კონკრეტული ზომები და ამუშავდეს კონკრეტული მექანიზმები. აი რომელი კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოდის მაშინ, როცა აი ასეთ თანაფარდობასთან გვაქვს საქმე, ხო? უმრავლესობა ევროკავშირის შემავალი ქვეყნების არის თქვენ წინააღმდეგ. ხო, ნუ რეალურად თქვენ ისეთ არიან ძალები, რომლებსაც აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირში, მათ შორის კონკრეტულ ქვეყნებში, ხო? თქვენ ნახეთ რა გააკეთებინეს მაგალითად ლიტვას და ესტონეთს, ხო? გადააქმნეს ანტიქართული ნაბიჯი, აბსოლუტურად თან არაპრაგმატული ნაბიჯი და თან ანტიქართული ნაბიჯი. გავლენები არის სერიოზული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 20 იანვრის შემდეგ ეს გავლენებიც სრულად არა, მაგრამ მნიშვნელოვნად შესუსტდება. ამ რეკომენდაციის შინაარსი თქვენ როგორ გაიგეთ? აკრძალვა შეეხო დიპლომატიურ პასპორტს, როგორც ასეთს, თუ ამ პასპორტის მფლობელს, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც ფლობს დიპლომატიურ პასპორტს. თვითონაც არიციან. ხო, თქვენ როგორ გაიგეთ? თქვენ რას უწოდებს? მე რანაირად უნდა გავიგო, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. თვითონაც არიციან, სწორედ ამიტომ საკითხი გადაეცა დასამუშავებლად შესაბამის სტრუქტურებს. გავიგებთ მაშინ, როდესაც დაამუშავებენ, რა უნდა გავიგოთ? დამუშავების შედეგი ბატონო ირაკლი იქნება ის, რომ აღმოჩნდება, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელს სხვანაირადაც არ შეეძლება შესვლა ევროკავშირში, ანუ არა, მაგაზე არ არის სხვადასხვა შესაძლებლობის სარგებლობად აღარ შეეძლება. აი, ამასაც სიმბოლურ ჟესტად ჩათვლით ევროკავშირში. მაგაზე კი არ არის საუბარი. იმიტომ ასეთ შემთხვევაში დავაზუსტებ მაყურებლისთვის, აღმოჩნდება, რომ აი რომელიმე მინისტრი, რომელიც ფლობს დიპლომატიურ პასპორტს, საერთოდ ვერ შევა ევროკავშირში. არათუ დიპლომატიური პასპორტი, არამედ რომელიმე სხვა. მაგაზე საერთოდ არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იქნას შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს ნიშნავს იმას განისხვავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირთმევენ და წახვალ შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ანუ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში. მაგრამ შეიძლება, აი ნახეთ რა გეკითხებით, შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ დიპლომატიურ პასპორტს ვინც ფლობს, მას არ მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტზე შეექმნას პრობლემა, არამედ პრობლემა შეექმნას აი ჩვეულებრივი უვიზო რეჟიმით სარგებლობაზე, თვითონ სარგებლობს ნებისმიერი მოქალაქე. აი ასეთ შემთხვევაში თქვენი პასუხი, თქვენი რეაქცია. ანუ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება ქონდეს ადამიანს დიპლომატიური პასპორტიც, ჩვეულებრივი პასპორტიც და შეიძლება ორივესთან მიმართებით მოუწიოს სავიზო განაცხადის შეტანა, ხო? შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაუტყავენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. და თქვენ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ და ვფიქრობთ, რომ ესეც სიმბოლური აქტია. ქონდა პატარა დისკომფორტი არის, მაგრამ არა უმეტეს. არავითარი მოკლევადიანი შოგი იყო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ამასაც ძალიან მალე გადავივლით და პირიქით გაორმაგებული ტემპებით აღდგება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისს, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არყავს სტაბილური მთავრობა, ხო? სტაბილური უმრავლესობა პარლამენტში. ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, არის სტაბილური მთავრობა, შესაბამისად არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, კაიაკალასაც დღეს არაერთი პასუხი გაიცით, თუმცა შეჯამებისთვის კიდევ ერთხელ ვიკითხავ, მისი განცხადებიდან გამომდინარე, გუშინ მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო, საუბარია 12 დღემდე, მანამდე კი ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. ამ განცხადების შემდეგ კი უკვე რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი მიიწვია ევროპარლამენტის ხდომაზე და თქვა, რომ მასთან ერთად განიხილავენ სამომავლო სამოქმედო გეგმას, რაც შეიძლება ნიშნავდეს კალათის ეს განცხადება და რეალურად რა მიზანს ემსახურება ამ განცხადების ფონზე ზურაბიშვილის მიწვევა ევროპარლამენტში. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აპირებენ ევროპარლამენტის ხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს. მას ფეხს უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და უაცებით უნდა დაასრულოს მას საკუთარი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი პერფორმანსებით
ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ მოგებული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ანუ არის მარტივი პერფორმანსი, რომელსაც ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. მოგესალმებით. ტელეკომპანია მაესტრო ნათია გოგოლაშვილი უნდა გკითხოთ ესტონეთის გადაწყვეტილებაზე მათ პერსონალურად გააკეთა საანქციები სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით და ასევე გუშინ იყო დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი განხილვა იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მე აგიკითხავთ რას ამბობთ საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესტონეთის საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები არის მიუღებელი მტრული და სიტყვით სახე. Როგორი მეგობრული და დიპლომატიური ენაა ეს მაშინ, როდესაც საქართველოს გააკეთა განცხადება და დარჩა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ესტონეთის ხელისუფლებას და ლიტვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ. მათ ჰქონდათ გათვლა შესაბამის ძალებს რომ აყვებოდეთ ამ პროვოკაციას, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და დავჭრით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. Როგორი განცხადებებიც უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენ შევინარჩუნებთ სწორედ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს იმ ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართულ ხალხს აკავშირებს ესტონურ ხალხთან და ასევე ლიტვურ ხალხთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია აქ იქნება უცვლელი. გაზაფხულიდან დღემდე არც ერთი სამართალდამცველი, ან ვთქვათ GDD-ს თანამშრომელი არ არის დაკავებული. და სისხლის სამართლებრივ დევნაში არც ერთი არ არის მიცემული. ეს შეიძლება თუ არ აღიქხებით დაფარებად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რა უნდა ვიკითხოთ, იდენტიფიცირება მათი თუ აი რასთან გვაქვს საქმე, როცა მათი მოქმედების შედეგებს ხედავთ, ხოლო დასახიჩრებული, დაზიანებული, დაშავებული სიტუაციაში მყოფი ადამიანებისა. ხელის დაფარება ეს არ არის, რაც შეეხება კონკრეტულ გამოძიებები, გაგრძელება ბუნებრივია და იმედია დასრულდება წარმატებით. რაც შეეხება მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, კონკრეტულად GDD-ს საქმიანობას, თქვენ იცით, რომ მათ შეძლეს ამ ქვეყანაში მაიდნის შაშლა, მათი წვლილი ამ ყველაფერში არის განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციას, მათ შორის GDD-ს თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის. გამოძიება გრძელდება ამბობ. გაზაფხულიდან დღემდე ერთი სამართალდამცველი გახავს დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება. აი როგორ გრძელდება ეს გამოძიება, როცა შესაბამისი უწყებები თანამშრომლების დანაშაულს. შესაბამისი უწყებები გახსენა კონკრეტულ პასუხს. მარტივად ახერხებს ხოლმე თქვენთვის ასურველი პირების იდენტიფიცირებას და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თუ ასე მიგაჩნიათ საჭირო. შესაბამისი უწყებები გახსენენ კონკრეტულ პასუხს, რაც შეეხება ჩვენს პასუხს, პასუხი მიიღეთ ჩვენ. პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება და გზავნილები. საქართველოს საკითხში ევროკავშირმა პოლიტიკური